მოგესალმებით, მე ნატა ვარ, ეს ჩემი ავტოარხი ავტოპარკია, ეს კი ჩემი დღევანდელი სტუმარი 2019 წლიანი Infiniti Q60 Red Sport-ია. როგორც Toyota-ამ გამოუშვა პრემიუმ ბრენდი Lexus-ი, რომელიც არის ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილი, უბრალოდ იყო, იმიტომ რომ ახლა უკვე ყველგან იყიდება, ასე Infiniti-ც. Nissan-მა ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მოიფიქრა ის, რომ უნდა შეექმნა პრემიუმ ბრენდის ავტომობილი, რომელსაც გაიყვანდა საზღვრებს გარეთ და შესთავაზებდა ამერიკელებს. სწორად ეს არის ერთ-ერთი მათგანი. Nissan-მა ყველაფერი რაც შეიძლებოდა კარგი გაეკეთებინა, აიღო და ჩატენა ამ Infiniti-ში. ანუ ყველაფერი რაც კარგი იყო, როგორც არის ტყავის სავარძლები, აი ნავაროტები ბრჭყალებში, აი ყველაფერი აბსოლუტურად ჩაყრილია Infiniti-ში და თავიდან არ იყიდებოდა იაპონიაში, მაგრამ შემდგომ უკვე იაპონიაშიც დაუშვეს Infiniti-s გაყიდვა და დღეს სხვათა შორის ძალიან მოთხოვნადი ავტომობილია. ავტომობილი, როგორც დასაწყისში გითხარით, არის 2019 წლიანი, აღჭურვილია 3-დან 0 ბიტურბოძრავით და გამოიმუშავებს 400 ცხენს. ამას ხას უსვამ. 400 ცხენი გვაქვს, რაც ძალიან მაგარია, მე თუ მკითხავთ. ავტომობილის პირდაპირ კონკურენტები არიან BMW მე-4 სერია, ასევე Mercedes-ი C-კლასი 43 AMG, ასევე Audi S5 და ასევე კიდევ ძალიან ბევრი ავტომობილი, რომლებსაც აქვთ იგივე ძრავის მოცულობა და გამოიმუშავებენ თითქმის იგივე ცხენის ძალებს პლუს მინუს ცხენებში, რა თქმა უნდა. შეიძლება თქვათ Infiniti-სო ძალიან ეხუმრებიო, მაგრამ ანუ ჩემთვის რაღაცა ისეთი თემა იყო რა, არასოსვალი არ გამიყოლებიო, მაგრამ ეს არის ავტომობილი, რომელსაც თვალს გააყოლებ. ანუ უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზი ფარები აქვს, აი სასწაულად ლამაზი ფარები აქვს, ძალიან ლამაზი ჭრილი აქვს და ამის გარეშე ეს ავტომობილი, აი არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია. ცხაურა საკმაოდ დიდია. დღეს რატომღაც ცხაურები გვიკვირს დიდები, მაგრამ Infiniti-ს თავიდანვე დიდი ცხაურა ჰქონდა და დღემდე მოჰყვება და რაც ძალიან ლამაზია. ეს ქვედა დამატებები კარბონია. კიდევ გეტყვით იმას, რომ ზოგადად ამ მოდელებს მოჰყვება ნიკელის აი ეს ნაწილი რა. არ მომწონს, ამ შემთხვევაში კარბონი აქვს და ძალიან უხდება, ანუ ერთი მთლიანობა ავტომობილი. მე რაც ძალიან მომწონს, ანუ სიარულის დროს ის რომ 20-იან დისკებზე დგას და რაღაცა ბრაგუნობს და სადღაც რაღაც დისკომფორტს ქმნის, ეგ გამორიცხეთ, ანუ იმდენად რბილი ავტომობილია, მე თვითონაც მიკვირს. გვაქვს Brembo-ს სამუხრუჭე სისტემა წითელ ფერში, ესაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. გადავინაცვლოთ უკანა მხარეს, უკანა მხარეც როგორც წინა მხარე, აი ზუსტად ეგრე ძალიან მომწონს რა. ცხოვრებაში ვერ ვიფიქრებდი Mustang-ს თუ ვიყიდდი პირველ ავტომობილად და მაგაში ფულს თუ გადავიხდიდი, მაგრამ ისე შემოყვარა თავი რომ 100 მანქანა რომ ყავდეს, სიამოვნებით ვიყოლებდი 100-ს Mustang-ს და მე დამემართა ამაზე. ზუსტად ისე მაცვია, როგორც ჩემი Mustang-ი. უკანა მხარეს ძალიან ლამაზია, ეს ფარები იდენტურია წინა ფარების და აი კომბინაციაში არის ულამაზესი. გვაქვს სპოილერი, რომელიც კარბონის არის ასევე და მაყუჩი. აი მაყუჩების ძალიან უხდება რა. შეიძლება სხვა ავტომობილზე ასე ძალიან ეს დიდი მრგვალი მაყუჩი არ მოგწონებოდა, მაგრამ ამ ავტომობილში ძალიან ლამაზად ზის. ეგეც ძალიან მომწონს. გვაქვს სიფრიფანა დიფუზორი, რომელსაც კატამრო ბრჭყალი ჩამოუსვას, ჩამოვარდება, მაგრამ არ აუშავს. ახალს დავაყენებთ. პარკინგები გვაქვს, ასევე უკანა ხედვის კამერაც. აი ეს დაქანებას უფრო მეტ სპორტულობას მატებს, უფრო მეტი ეშხი აქვს ავტომობილს და აი ყველა დეტალს თავისი დანიშნულება აქვს ამ ავტომობილზე რა, რაც მე ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ნაფიქრი აქვს. ვიზუალზე ძალიან ბევრი აქვს ნაფიქრი, მაგრამ აი სალონზე ცოტა მიაფუჩეჩეს. როცა ავტომობილში თანხას იხდი, ანუ უნდა სიამოვნებდეს, როცა ავტომობილს უყურებ და რაღაცები არ უნდა გაკლდეს. ამ შემთხვევაში მაგ დანაკლისებს ნამდვილად არ გრძნობ, რაც მახარებს, იმიტომ რომ იაფი ნამდვილად არ ღირს. ეს იაპონელები ცოტა რაღაცნაირი ხალხია რა, რაღაცებში ვერ დავუმუღამე რა. ეს ავტომობილი რომ დავიტოვე საბარგულის გახსნა მინდოდა, იმიტომ რომ მინდოდა მენახა რა ხდებოდა შიგნით და რა ვეძებ, ყველგან შევიხედე, აი წარმოიდგინეთ მაყუჩის კი შევიხედე, რომ მეთქი ხომ არ არის გამღებით ხო და აბა სად არის? აი ტექნოლოგია რა. რა ძალიან პატარა არის. იმდენად პატარა არის, ახლა უნდა გაჩვენოთ. აი ეს ჩანთა თუ არის თქვენი ბარგი და მეტი არაფერი, ჰაჰა 1-2 პიჯაკი რომ ჩააგდო. მეტი რავი, ანუ ეს რა საბარგულია. ცოტა უფრო დიდ საბარგულს ველოდებოდი, კი იტყვით რა საჭირო ამაზე მეტი საბარგულიო, მაგრამ ანუ გჭირდება რა. ეს არის ავტომობილი, რომლითაც უნდა გადაადგილდებოდე ყოველდღე რა.
არ არის ის რომ დააყენო გარაჟში და ასე სპეციალურ დღეებში გამოიყო, ანუ ან შუა ღამისას გამოხვიდე და დაადუღო ტრასაზე საბურავები, ეგ ავტომობილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ცხენი აქვს, კარგადაც დადის, ანუ არსად არ შეგარცხენს რა. უბრალოდ არ არის ის ავტომობილი, რომ ვიღაცას დაუდგე და ეგაზაო. ყოველდღიური ავტომობილი როცა არის და გინდა რომ ყოველდღიურ მოხმარებაში გყავდეს, გჭირდება ეს საბარგულიც, მართლა დამიჯერეთ, საჭიროა და პატარა არის თქვენ ხა ძალიან პატარა, მართლა არ არის ეგ რა თქმა უნდა ვიხუმრე, მაგრამ არც დიდი არ არის. ანუ საშუალოზე პატარა არის. ესე იგი პატარა გამოვიდა. ასევე კარბონები გვაქვს აი აქაც და კარბონები გვაქვს აი ამ ზონაზეც. სარკეც კარბონში გვაქვს შეფუთული ძალიან ლამაზი სარკეა, ჩვეულებრივ ნორმალური ზომის სხვათა შორის, ანუ ხილვადობა საკმაოდ კარგია. სახალური ორფერშია გადაწყვეტილი, აქ ნიკელი გვაქვს და ძალიან რაც არ მომწონს რა, არის ეს ჩამკეტი და გამღები ღილაკი. ანუ რა საჭიროა, როცა არსებობს სენსორი, დააყენე სენსორი ეს ღილაკი. რავი, რა საჭიროა? თვითონ კარის ზომა საკმაოდ დიდია, როგორც ახასიათებთ, კუპე მანქანებს, ეს შემთხვევა აქაც. და სალონის ფერი. სალონის ფერზე ხმას არ ვიღებ, იმიტომ რომ ჩემი დამოკიდებულება ფერადი სალონების მიმართ იცით. გვაქვს წითელი ტყავის სალონი და ძალიან ლამაზია უხდება რა. ამ ავტომობილში ძალიან რაც მომწონს და მართლა ხას რომ უსვამს, რომ აი მდიდრული ავტომობილია არის, აი რბილი დეტალები. კარზეც აი აქ მთლიანად ტყავია, თვითონ ეს ტყავი, ანუ პლასტმასი არის ძალიან ნაკლები რაოდენობით გამოყენებული, რაც კომფორტულია. აი ეს თეთრი დამატებაც ძალიან უხდება, ეს კარების გამღები ჩამკეტი, ასევე გვაქვს მემორები და რა თქმა უნდა, სარკეების რეგულირება, ბოსის აუდიო სისტემაც გვაქვს. რაც ძალიან კარგი, აი მიყვარს რა, კარგი ხმა უნდა გესმოდეს ავტომობილში, როცა მუსიკას რთავ თუ არა და ძრავის ხმას უნდა უსმინო. საჭე საკმაოდ ნორმალური ზომის არის. რომ გითხრათ რომ შნოა თქო, არა, ნამდვილად ლამაზი ელეგანტური საჭეა. სხვათა შორის ხელში დასაჭერადაც კომფორტულია, ანუ არ გაგირბის ხელები და საკმაოდ კარგი ზომაც აქვს. უბრალოდ სტარტ-სტოპის ღილაკი არის ძალიან უხერხულ ადგილზე. ჩემი ხელისთვის გამომდინარე იქიდან რომ ძალიან გამხდარი ვარ, კომფორტულია, იმიტომ რომ მარტივად ვუდგები, მაგრამ ცოტა დიდი ადამიანისთვის არის ძალიან არაკომფორტული, იმიტომ რომ ან ეს საქარემინის გამწმენს უნდა მიარტყათ ხელი, ან არ ვიცი რა, ძალიან ცუდი ადგილი, ცოტა დაბლა რომ იყოს, ბევრად უკეთესი იქნებოდა ან სულაც აი ამ ზონაზე განთავსებული. სიჩქარეების მაჩვენებელი დაფა ბაყაყივით მიყურებს. მე ბაყაყივი მიყვარს, ამიტომ დიდ დისკომფორტს არ მიქმნის ეს ზონა, მაგრამ ამასაც უკეთეს ველოდებოდი ნამდვილად. გამოსახულებას არ აუშავს. სიჩქარეებს გადამცველი ბერკეტი ნორმალური რა, არც იქით, არც აქეთ არ აუშავს. აქ გვაქვს drive mode-ები და რაღაცნაირი ღილაკია რა, უკეთეს ველოდებოდი. ეს ზონა აი ამ ეკრანების ქვევით მართლა მომწონს, მოკარბონო რაღაცნაირი მასალით არის გაწყობილი და უხდება რა, მართლა ძალიან ლამაზია. სათავსო, მე დედა, ძალიან პატარაა. აი ტელეფონსაც ვერ ჩადებ. ბოთლების სათავსო და სათავსო კი არა და საფერფლე აქ. რა საჭიროა? გვაქვს სათავსო აქაც და ძალიან პატარა სათავსოა. ასეთ სალიანი სალფეტი ჩაეტია აქ, ეს უკვე პროგრესია ესთან შედარებით. სავარძლები საკმაოდ ლამაზია, ჭრილები, ნაკერები და ყველაფერი ძალიან მომწონს და რაც მთავარი არის ძალიან კარგი ტყავი, სიცხეა, ზაფხულია და მაგალითად მე მყავს მაქი, ბევრმა იცით უკვე, აი როგორც კი ცოტა ცხელდება, სხეულის ტემპერატურა და აცხელებს სავარძელს, აი ეგრევე ჩანჩქერებით მოდის უკან ბუდიში ხალხო ყოფლი. ამ შემთხვევაში ეგ მართლა არ არის, იმიტომ რომ კარგი ხარისხის მასალა არის გამოყენებული სავარძლებზე. კიდევ ერთი ძალიან დიდი პლუსი Infiniti-ს ჩემგან. სარკე არ მომწონს, რაღაცნაირი უშნო ფორმა აქვს და უფრო თანამედროვე სარკეს ველოდებოდი. თვითონ ჭერი ძალიან რბილია და ძალიან აი სასიამოვნოა, როცა ეხები. ავტომობილს ლუკიც აქვს. კარგია, მიყვარს ლუქიანი მანქანები. როგორც გითხარით, ავტომობილი არის 7 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით და აბა თუ გამოიცნობთ, სადა აქვს ეგრეთ წოდებული ხელის მოხრუჭი. არ აქვს, იმიტომ რომ ფეხზე აქვს ხელის მოხრუჭი. რა გაუჭირდათ, არ ვიცი, ერთი ღილაკის დამატება დასჭირდებოდათ მხოლოდ, მაგრამ რატომაც გადაწყვეტეს, ჩვენ სპორტული მახასიათებლებით აღვჭურავთ მანქანასო.
და დაამატეს ფეხის მუხრუჭი, რაც ძალიან არაკომფორტულია და არ ვიცი საერთოდ რა საჭიროა 2019 წელს. კიდევ ერთი ძალიან ისეთი შემთხვევა მქონდა ეს ავტომობილი რომ დავიტოვე. როგორც კი მუსიკა ჩავრთე, ვეძებდი გადამრთვალ ღირლაკებს საჭეზე ვერ ვიპოვე. მერე ვეძებდი აქ, ვერც აქ ვიპოვე და თურმე აი აქ ყოფილა. ძალიან აი რაღაცნაირია რა. თითქოს მარტივია, მაგრამ ამავე დროს თუ არ იცი, აი უნდა ეძებო кайხანი რომ რაღაცეები დაამუღამო რა. დანარჩენი ისეთი არაფერი. როგორც გახსოვთ, ყავდა მუსტანგი და მუსტანგს ხვედის დამჭერი, ეგრეთ წოდებული, ჰქონდა აი ამ ზონაზე რომ მარტივად შეგვეკრა და გაგვეხსა. ამას კიდე რაღაც უბედური პლასტმასი აქვს, რომელიც იჭერს ხვედს და ანუ არ გაწუდის რა, აზრი მითხარი დაჭერის თუ არ მოგაწოდა. მინუსი ავტომატური არ არის, ანუ ელექტრო არ არის ჩვენი სავარძლები და გვიწევს რომ ხელის ბერკეტით გადავწიოთ წინ, ასევე ხელით უნდა ერთი ვნახოთ რა ხდება უკანა ზონაში. ხო მარტივად დავჯექი, მინდა გითხრათ რაღაც მთელი ცერემონია არ დამჭირვებია. აუ სივრცე ძალიან დიდია. იცით როგორი სივრცეა ავტომობილში? თითქოს კუპე არ არის რა, საკმაოდ კარგი გემრიელი სივრცეა, არც ჭერს არ ედება თავი, საკმაოდ ისეთი დიდი ზომის ადამიანის კომფორტულად ჩაეტევა და არანაირი დისკომფორტი არ ექნება არანაირად. უბრალოდ ერთი მინუსი რაც არის, თუ გინდა რომ სავარძლებზე კარგად მოკალათ ეს უკანა შუშა პირდაპირ თვალებზე მოდის რა, ანუ მზე თუ არის პირდაპირ თვალებში განათებს. რაღაცნაირი თემაა, ანუ ვერ მიეყრდნობი გემრიელად. სავარძლები აქაც ფორმა და ზომა ყველაფერი მომწონს და აი რას ვამბობ, აი ყველგან სირბილე გვაქვს რა, აი ყველგან სირბილეა. აქ ორი ბოთლის სათავსო და ნუ ალბათ აქ ტელეფონს არ ამეს მოათავსებ. გასაღებზეც უნდა გითხრათ. საშინელი გასაღებია ხალხო, არანაირად არ მომწონს, არც გასაღები შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ძალიან სიბანძეა. ანუ ბევრად კარგს იმსახურებს რა, მართლა ძალიან კარგი ავტომობილია და კარგ დეტალებს იმსახურებს და არ ვიცი, აი ეს გასაღები რატო დაუტოვეს, მაგრამ აქვს და ვერაფერს ვერ ვიზამთ. მოიცა? აბა ესე ვცადოთ გადმოსვლა. რა კაია გამხდარი ადამიანი რომ ხარ. ოი, სათავსო გვაქვს, რომელიც რა თქმა უნდა არაფერში არ წერია. მაქსიმუმ თუ ბევრი საბუთები გაქვს და დაკავებული ხარ, აქ ჩადებთ და ეგ არის რა. გადმოვიდეთ. კომფორტულად გადმოვედი. აი რაც მართლა არ მომწონს არის ის რომ ეს სავარძლები არ არის ელექტრო. კიდევ ერთი მინუსი რაც ამ ავტომობილს ვუპოვე არის ის რომ დაკეტვის დროს სამწუხაროდ სარკმლები არ იკეცება თავისით. ანუ ვიღაცისთვის არაფერი შეიძლება გაატარონ და არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ პირადად ჩემთვის ძალიან კომფორტული ნიუანსია ავტომობილში, იმიტომ რომ დღევანდელი ქაოსური მოძრაობიდან გამომდინარე, ეგ ყველაფერი გვჭირდება და კარგია. ამ ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ როგორც გითხარით, კონკურენტები საკმაოდ ბევრი ხავს და საკმაოდ ისეთი კარგი, მოშნი კონკურენტები ხავს. უბრალოდ ამ ავტომობილს როცა ყიდულობ, არ ყავს კიდევ ერთი BMW, კიდევ ერთი Mercedes და კიდევ ერთი Audi რა. ეს არის საერთოდ სხვა შესახედაობის, მანევრირების, აი ყველაფერი განსხვავებული აქვს ამ ავტომობილს. მართვის სტილიც კი, ანუ საჭე იმდენად სხვანაირია, აი ვერ აგიღწევს. თითქოს არამდგრადობის შეგრძნებას ტოვებს, მაგრამ ეგრე არ არის რა. რეალურად თუ მიეჩვევი, აი კომფორტულესია ამის საჭე. კიდევ ერთი პლუსი რაც ამ ავტომობილში არის ფასი. გერმანელ ავტომწარმოებლებთან და პირდაპირ კონკურენტებთან შედარებით საკმაოდ დაბალი ფასი აქვს და საკმაოდ კარგი რესურსის მქონე ავტომობილი ყავს. ანუ ცხენების ამოღებაც შეგიძლია. უბრალოდ გაითვალისწინეთ ის, რომ 2019 წლამდე რაც არის გამოშვებული ინფინიტები, ანუ კონკრეტულად ეს მოდელები და ეს სეგმენტი, ტურბინებზე ცოტა პრობლემები ჰქონდა. მაგრამ 2019 წლიდან ეგ პრობლემა უკვე აღარ არის. უბრალოდ თუ დასთეიჯებას გადაწყვეტთ ამ ავტომობილის, ჯიბეზე ხელის მოთათურება მოგიწევთ აუცილებლად, იმიტომ რომ არის რაღაც გარკვეული ნიუანსები, რომლებიც უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ავტომობილმა გამართულად შეძლოს სიარული და მომსახურება თქვენზე. ასევე სჭირდება ზეთისცვლა ძალიან ისე აქტიურად, ანუ ეს არის ავტომობილი, რომელსაც თუ ოდნავი პატარა პრობლემა გამოუჩნდება, არ უნდა გადადოთ ხვალისთვის და ზეგისთვის, უნდა მიხედოთ დღესვე, იმიტომ რომ სჭირდება რა.
სათუთია თქო ვერ გეტყვით, მაგრამ არც ისეთი ავტომობილი არ არის, რომ დიდი ხანი პრობლემა ჰქონდეს და ეგ ყველაფერი აიტანოს და გადაიტანოს. უფრო მეტი პრობლემა ექნება და ჯაჭვური რეაქცია. დრო აუკვა ჩვენი სპორტ ქარის ძრავშიც ჩავიხედოთ. ნახოთ ერთი როგორია და რანაირია. ამორტიზატორები არის რა კაია Toyota-სთან შედარებით, აქ სუპერ. რავი, ხופი საკმაოდ ნორმალურია, ვერ იტყვი რომ რაღაცა ძალიან მახინჯობაო და პატარა ზონაზეაო. ვერ ვიტყვი რომ კარგია, მაგრამ არც ცუდი არ არის. პლუსი კიდევ ის არის რომ არც არ დაგტოვებთ, ჩვენ ცუდ გზაზეც ვიყავით ამ ავტომობილით და იდეალურია რა სამართავად. არც ძალიან ხისტი არ არის, არც გრუბი არ არის. რაღაც ცუდ შეგრძნებებს რომ გიტოვებთ, თქვენ წარმოვიდგინეთ და 205-ზე ბევრად უფრო კარგი მართვის სტილი აქვს და უფრო რბილია. რავი, ჩემთვის ცოტა შოკი იყო ეგ, მაგრამ ახლა რომ არ გითხრათ, ვერ მოგატყუებთ ყოველ შემთხვევაში. დავაფაროთ ძრავის ხუფიც. სხვათა შორის ძალიან მძიმე არ არის. ნატარის ნატა ავტომობილის ხმაზე თუ არ მოგასმენინათ. რამდენიმე დღეა მე ამ ავტომობილით მოძრაობ და მინდა გითხრათ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს, სიამოვნებით ვიყოლიებდი კონკრეტულად ამ მოდელს, რაც ყველაზე მეტად გამისწორდა ბრჭყალებში არის ის რომ აჩქარება აქვს იდეალური. თავისი 400 ცხენი ძალიან კარგად მოყვება. სამუხრუჭე სისტემა როგორც გითხარით ბრემბოს სიაყენია და მოგეხსენებათ რაოდენ კარგი სამუხრუჭე სისტემაა. აუდიო სისტემაზეც გეტყვით ერთ-ერთ სიტყვას რომ Bose performance-ის საყენია და ძალიან კარგად ისმის ხმა, ოღონდ მართლა. ხმის იზოლაცია ავტომობილში კარგი არ არის. ანუ ისმის რა გარედან ხმები, ცოტა არაკომფორტულია. თქვენ შეიძლება თქვათ რომ Infinity-ა და მაგან რა სირბილე უნდა მოქცეს, ან როგორ უნდა იკაიფო ამ მანქანის ტარებითო, მაგრამ არა, იმედებს გაგიცრუებთ და გეტყვით, მეც გამიცრუდა და ბედნიერი ვარ. არის ურბილესი, ძალიან მართვადია, ძალიან კარგად მოყვება ავტომობილი, ყველა შენს რეაქციას კარგად აფიქსირებს და კარგია. რაც შეეხება წვას, ტრასაზე წვას 6-8 litrს. რაც შეეხება შერეულ სიარულს, უკვე 13 litrზე ადის და თუ საცობში გიწევს დგომა და ასე შემდეგ, უკვე 15 litrსაც უთანაბრდება. ფასი მერყევს სადღაც 20-დან ზევით, გააჩნია კომპლექტაციას ავტომობილის და გარბენს და ყველაფერს ერთად. გეტყვით იმასაც, რომ ეს ავტომობილი 2021 წლიდან უკვე აღარ გამოდის, ამან დახურა რა ეს მოდელი Q60 ამ ავტომობილმა დახურა 2021 წელს. სამწუხაროა, იმიტომ რომ კარგი მოდელია. წესით შეეძლოთ რომ გაიუმჯობესებინათ, რაღაც უკეთესი თემები ჩაეყარათ, აცხენები აეწიათ და ეს მოდელი არ შეეწყვიდათ. საქარემინა საკმაოდ კარგია, ხედველობის არეალი გაქვს, სარკეებიც კარგი ზომის არის. ყველაფერს ხედავ, წინაც, თვითონ ავტომობილის ზომაც იდეალურია ის სპორტქარისთვის, რაც არის დამახასიათებელი, ზუსტად ეგ არის. რატომღაც იმდენად მომეწონა, არ ვიცი, ეს პირველი ვაუ ეფექტი იყო თუ უბრალოდ მართლა მომეწონა. სიამოვნებით ვიყიდი. ახალგაზრდულიც არის, ლამაზია, დახვეწილია, აჩქარება აქვს, სტეიჯების შეყრაც შეგიძლიათ შეგიძლიათ დაასტეიჯო, უბრალოდ ერთი პრობლემა არის რა, ტურბინები იმდენად პატარებია, რომ მაგისი შეცვლა მოგიწევს აუცილებლად და სადღაც კაი ფასზე ვარდება რა. ერთი ეგ არის. დანარჩენი ფასი კარგი აქვს, წელიც ნორმალური აქვს თავის პირდაპირ კონკურენტებთან, როგორც არის Mercedes-ი, BMW და ასე შემდეგ. ერთადერთი ის არის, რომ განსხვავებული მანქანა გყავს. და სიამოვნებს რა. ეს 205-ები და მე-4 სერიები და რაღაცეები ყრია, იმდენად თვალში გხვდება მუდმივად, რომ რაღაცა აღარ აყოლებ თვალს რა. ეს ჯერ კიდევ გეუბნებით, ავდივარ რამდენიმე დღეა და ძალიან ბევრი თვალი შემიჩნევია ამ ავტომობილისკენ, რა ძალიან მომწონს. მართლა. შემაწუხებლად რბილია ავტომობილი, ოღონდ არ ვიცი რატომ. ან მე ვარ ძალიან ისეთ მანქანებს მიჩვეული, როგორც მაგალითად Mustang-ი და ასე შემდეგ, რომ ეს ზედმეტად შემაწუხებლადაც კი მეჩვენება. უსწორმასწორო გზაზეც თუ გიწევს მოძრაობა, ეს ჩასვლა და ასვლა იმდენად მომენტალურად ხდება, რომ არ გაწუხებს. ვერ გრძნობ, როგორი ცუდი გზა არის და საფარია გზაზე.
აი არ ვიცი, ძალიან კარგია. მოკლედ, ჩვენი დღევანდელი ვიდეო უკვე დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიწერეთ კომენტარები, შეგიძლიათ რჩევებიც მოგცეთ და ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ, ახლა კი დროებით გემშვიდობებით.